მინდა ერთი ისტორია მოყვე. ვიცი რომ გარეთ რო იყოს ლევანი ახლა ამის შესაძლებლობას მე არ მომცემდა რომ ეს ისტორია მომეყოლა, მაგრამ ეხა აღარ არის გარეთ, თან ვიცი რომ ტელევიზორი არ აქვს და ამას ესე დღეს ვერ ნახავს და არ გაბრაზდება. ლევანი როდესაც სასიკვდილოდ სემეს მას ჰქონდა ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმდენად მძიმე, რომ მისი მკურნალობა რაღაც ეტაპის მერე შეუძლებელი გახდა საქართველოში და მას გარკვეული პერიოდი მოუწია საზღვარგარეთ ყოფნა ამ მკურნალობის გამო. როდესაც ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რეჟიმის წარმომადგენლებს ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია და ლევანს უთვლიდნენ, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და გარიდებოდა პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორედ მას უკვე გაუსწორდებოდა ფიზიკურად ისე, რომ ცოცხალს არ დატოვებდნენ. აი ზუსტად ამ სიტყვებით. ლევანი რომ დაბრუნდა საქართველოში, მე მას ვკითხე ამ მუქარაზე და მისი პასუხი იყო ესეთი, რომ მე მირჩევნია, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მათი მამა რუსებმა მოკლეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მე შემეშინდა რუსების და ამ ქვეყნიდან წავედი. და მე მინდა ახლა მის არაჩვეულებრივ შვილებს, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ, მათ უთხრა, რომ მათ შეუძლიათ იამაყონ ლევანით, იმიტომ რომ მათ ყავთ საამაყო მამა. უთხრა ლევანის თითოეულ მეგობარს, მათ შორის საკუთარ თავსაც, რომ ამ სამყაროში ბედნიერება არის, როდესაც ყავს ისეთი ერთგული მეგობარი, რომელსაც შეგიძლია უბრალოდ აი ამ ბრძოლაში თვალდახუჭული ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე ენდო და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ქვეყანას ყავს, ჩვენს სამშობლოს ყავს ერთგული შვილი, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლება, საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი ჯანმრთელობა დადო სასწორზე და მე მინდა მას უთხრა, როდესაც ამ ინტერვიუს ნახავს. აი პირდებით შენი თანამებრძოლები და შენი მეგობრები ლევან, რომ აი ეს დროშა, რომელსაც შენ ატარებდი ყველგან და რომელსაც იცავდი, აი ამ დროშის გამარჯვებისთვის 4 ოქტომბერს ჩვენ შენი თანამებრძოლები და მეგობრები, საქართველოს მოქალაქეები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ, ვიბრძოლებთ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოს აი ამ დროშამ გაიმარჯვოს და ამაყად იფრიალოს.